ლეპტოპი, რომელიც უბრალოდ კი არ მუშაობს, არამედ ამსხვრევს სტერეოტიპებს. გამარჯობა, მე გიორგი ვარ და დღეს თურმე გყავს Asus ROG Strix G16. ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ რას უნდა ელოდო თანამედროვე გაჯეტისგან. პირველი, რასაც ვხედავთ, არის ნაცრისფერი, გლუვი, მინიმალისტური корпуსი, რომლის გახსნისას თვალში გვხვდება RGB კლავიატურა. რაც უკვე მიგვანიშნებს, რომ შიგნით მაქსიმალისტური მონაცემები იმალება. Intel Core Ultra 9 275HX არის ერთ-ერთი უძლიერესი პროცესორი თანამედროვე ბაზარზე, რომელიც 24 ბირთვით მუშაობს 5.4 GHz-მდე სიხშირით, რაც გულისხმობს 5.4 მილიარდ ოპერაციას წამში, თან თითოეულ ბირთვზე. ეს საკმარისია ნებისმიერი ამოცანისთვის. იქნება ეს თამაშები, რენდერი თუ სხვა რთული გრაფიკული პროექტები. ვახსენეთ და გრაფიკას თავის თავზე იღებს RTX 5080. ეს 16 გიგაბაიტიანი ვიდეო ბარათი თანამედროვე AAA თამაშების პრეტენზიულ მოთხოვნილებებს უპრობლემოდ უკლავდება. ამასთან 32 გიგაბაიტიანი RAM უზრუნველყოფს თავისუფალ multitasking-ს და ნებისმიერი მოცულობის ფაილის სწრაფ ჩატვირთვას 1 ტერაბაიტ SSD-სთან ერთად. ამ მონაცემებს გამოსახულების კარგად გადმოსაცემად შესაფერისი ეკრანი სჭირდება. მოცემული გვაქვს 16 ინჩიანი 2.5K IPS დისპლეი 240 Hz განახლების სიჩქარით. იგი არაჩვეულებრივ ფერებს გადმოსცემს, რაც გეიმინგის და გრაფიკის გარდა ფოტო და ვიდეო პროექტებისთვისაც საუკეთესოა. აქვე ლეპტოპის აუდიოს ხარისხს ზრუნავს Dolby Atmos-ი, რომელიც ხმის მდიდარი დიაპაზონით და ატმოსფეროებით მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა. Asus-ის Tri-Fan ტექნოლოგია, ანუ 3 კულერი, სხვა ლეპტოპებისგან განსხვავებით ანაწილებს გაგრილებას არა ქაოტურად, არამედ ზონებად. ეს ნიშნავს იმას, რომ პროცესორი და ვიდეო ბარათი დამოუკიდებლად იღებენ საჭირო გაგრილებას. რის შედეგადაც ტემპერატურა უფრო სტაბილურია, რაც მნიშვნელოვანია ხანგრძლივი სესიებისა და მძიმე დატვირთვებისას. ჭკვიანურად არის დაპროექტებული უკანა და გვერდითი ვენტილაცია, რაც ცხელ ჰაერს სწრაფად უშვებს корпуსიდან. ამის გამო კლავიატურის ზონა ნაკლებად ხურდება. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია როგორც თამაშისას, ისე სამუშაო პროცესში. მესამე გრილი მხარეა თხევადი ლითონის თერმოპასტა, რომელიც ბევრად უკეთ ატარებს სითბოს, ვიდრე სტანდარტული თერმოპასტები. პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ სიცხე არ გროვდება ჩიპზე. შედეგი? პროცესორი დიდხანს ინარჩუნებს მაღალ სიხშირებს და არ ითურგუნება დატვირთვისას. აღჭურვილია 90 ვატ-საათიანი ბატარეით, რაც გეიმინგ კლასის ლეპტოპებისთვის მაღალი და პრაქტიკული მაჩვენებელია. ყოველდღიურ გამოყენებაში ბრაუზინგი, ვიდეოს ყურება, სუბუქი სამუშაო პროგრამები. ბატარეა უზრუნველყოფს სტაბილურ მუშაობას რამდენიმე საათის განმავლობაში დატენვის გარეშე. თლიანობაში ROG Strix G16 არის პორტატული მანქანა, რომელიც უტოლდება თანამედროვე ძლიერ დესკტოპებს. გამორჩეული დიზაინი, საუკეთესო კომპონენტები და მაღალი აწყობის ხარისხი ქმნის გაჯეტს, რომელიც გამოირჩევა იმით, რომ დებს არა მხოლოდ გეიმინგ ლეპტოპებზე, არამედ დესკტოპებზე და კონსოლებზე უკეთეს პერფორმანსს ნებისმიერ სფეროში. დღეისთვის კი სულ ეს იყო მეგობრებო. დამატებითი ინფორმაციისთვის და ფასისთვის ეწვიეთ ვიდეოს აღწერაში მითითებულ გულს. მეკითხვებით დაგემშვიდობებით.